Aubargdit nernela. Დიდი ალბათობით მაგარ წვიმაში მოვყვებით. Ისი სურვილიც არც ეს არ ქონა ამ ხერაგზაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ძალიან კაი იყო. ეს სამდღიანი ფესტივალი იყო, მაგრამ ჩვენ დღენახევარი გავჩერდით რა, იმიტომ რომ ცოტა სხვა საქმეებიც გვაქვს და აქედან გამომდინარე სამივე დღე ვერ გავჩერდით, მაგრამ ვინც არ იყავით აუცილებლად უნდა შეეცადოთ რომ მომავალი წლისთვის შეძლოთ წამოხვიდეთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ამბავია. უმაგრესი ადგილია თან რა. აბა, ნამდვილი მეგრული ელარჯი როგორ უნდა იწელებოდეს? კაცი გამენათავი წამოვიდა და დაუფასდა რა, თორე არ გადაიღებდა ლაშა რო არ დამოსულა. კაია, კარგად. ლაშას გაეშე სტომში. უფრო მეტადაც შეიძლება რომ იწელებოდეს, მაგრამ არც არ არის ცუდი. ელარჯი ვინც გასინჯა უკვე როგორია, აი? კაია. ვინცე მაგარი არ ვიცი. ხაჭაპური ძალიან მაგარი იყო. ხაჭაპური, გაჩო. ლიმონადი ვისკი. ამაზე მეტი არ ყავს. ავად, სქელწყლამდე მივართ. ეს არის მდინარე ტეხური, ძმა. აგე იქ ორთქლი რო ამოდის, ეგ არის რა. ჩაწერილები ვართ, ძმა. ჩაწერილები ვართ, ჩაწერილები. ხალხო, ეს ადგილი ბევრად კაი იყო სანამ გაპაფსავდებოდა, მაგრამ არა უშავს. ეხლა ძალიან მაგარია. ეს არის მდუღარე წყალი. Yo, чугрика. გაუმარჯოს. ესე იგი დაყოფილია ტემპერატურის მიხედვით რა. პირველი ყველაზე ცხელია, მერე ცოტა გრილი, იქით კიდე გრილი და ეგრე რა. ანუ ნელდება მან წყალი. მოკლედ ძალიან მაგარი ადგილია ეს. ცხოვრებაში ერთხელ რა უნდა ნახო, მინიმუმ ერთხელ რა უნდა ნახო, ეგეთი ადგილია რა. აუცილებლად. აგერდიო სულაზე შეგუკან. კიო ჩანს. როგორია ალბათო? აკუპროტბილია. ხო ღირდა. Ясно, აქედან ნახე როგორი კაი ამინდია ბაჯო. აუ იქ წინ გოლი. ხო მაინც მოვასწარი გურამოსის რო გენახები. მოკლედ, აქ რომ მოხვართ, თავარი მუღამი არის. ნუ თუ სისხლ ძარღვთა დაავადებები არ გაწუხებთ და მაგ მხრივ მოწესრიგებული გაქვთ ორგანიზმი. ყველაზე კაი პროცედურა ასე ვთქვათ არის. ჯერ აი ამ ცივ წყალში ჩასვლა, მდინარე ტეხურში, რომელიც აი ესეთი წკრიალა. ცოტა ხანი გაჩერება, სხეულის ტემპერატურის დაგდება და მერე გადასვლა
უკან რა გოგირდის აბანოებში უკვე ეგ პროცედურა სისხლძარღვებს აფართოებს მე უცბად კუმშავს და ის იწევს გაწმენდას რა გულსისხლძარღვთა სისტემის და არის ძალიან მაგარი სამკურნალოდ მაგრამ კიდე განმეორდები ხაზგასმით ვიტყვი რომ გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც გაწუხებთ არ უნდა ხდეთ იმიტომ რომ რისკი არის დიდი რომ დამთავრდეს ფატალურად ეს პროცესი რა ეს ადგილი წარმოედგინეთ ღამე მოწმენდილ ცაზე სუმოჭედილია ვარსკვლავებით და იმის ნახტომი ჩანს ხელის გულზე. აი ულამაზესი ადგილია. და მოვასწარით სანამ იყიდეს. კი არა და უკვე უყიდიათ და ჩვენ და სამწუხაროდ ყველაზე მეტად ვინც არ მინდოდა რომ აღმოჩენილიყო აქაურობის მყიდველი სამწუხაროდ არიან რუსები. 3 წერტილი რა, აღარ გავაგრძელებ საუბრს. ცივი წყლის მერე ეგრევე რაც შეიძლება მალე ჩავდივართ ცხელ წყალში Huh? საუკეთესო პროცედურა რაც კი შეიძლება რომ გააკეთოთ აქ რომ მოხვდეთ. ბოდოებია. კამერა დაიორთქა, ჩემი ბრალი არა. წყლის ტემპერატურის ბრალი. შენი აზრი მაინც ვიცი როგორც გევას. შენის ვიცი. გურამასაც ძალიან დაევასა, ეგ არის. ბეთახ მოიფშავით რა ბევრი არ იფიქრო რა, შეხტი ეგრევე. ანუ მარტივი პროცედურა არ არის, მაგრამ ძალიან მაგარია რა, გამაჯანსაღებელია. არ არის? აქ დავკარგე ჩემი საყვარელი დანა. ჩემი საყვარელი დანა დავკარგე ერთხელ აქ. წლების წინ. ეგ რა არის ზევით საბანაო 1-500 მეტრში. იქიდან დავეშებოდი ხოლმე და მოვყევოდი მდინარეს აქამდე. ქვებზე უნდა ისრიალო რა, ზურგზე დაწვე და ეხა ჩემთვის თავარია პირველად ვინც მოვიყვანე ამ ადგილზე ისინი არიან მაგარი კმაყოფილები და მე ეს ადგილი ჩემთვის ეს ადგილი არის მართლა ძალიან აი მაგარია რა ძალიან მიყვარს ეს ადგილი და მაგარი გული მწყდება რაც მოსდის უკვე რა და სამომავლოდ უფრო განადგურდება აქაურობის სილამაზე ჩატვები დედავი კანი ეგრეშება რა ინა ბრან ხო მაგარია ცივიდან ცხელში
ეგ არის მუღამი რა. ეგ არის მუღამი, ოღონდ გულშის დავთა დაავადებები არ უნდა ქონდეს, თორე შეიძლება რაღაცა შეფე გაგორდეს ძმა. უეჭველი. მაგრამ უნდა იყოს გელზე მგელი არაფერი დაგემართე. გელზე მგელი უნდა იყოს. ვა, რა მაგარი ტატუა, ე. ვინ არის ყუბერცხული? მიდი გურამიკო, მიდი. გულოს აბანოა რა. გულოს აბანოა სახელოვისა. მიდი ორჩი, შედი ორჩი. შედი ორჩი. არა, შედი, არ მევასწავლე. დაიჭი მაშინ. შედი აბა. არტურ არის ვიდეოც 4 ხმავალია, 4 აგერ 50 მეტრში უკვე გოგირდის აბანოებია. ბუნებრივი რა თქმა უნდა. ჯერჯერობით ბუნებრივი და მე რა იქნება უკეთ როგორ ჩვენ. აი მუჯი აღარ ზოგადი ხარ ახლა ხარ. თეთრი ზანგი გახდი. ბიჭო. აქი საწავი. გასავლი რა. აგე. პარი გამოდის უკვე. ჩეკნები. ახლა საქმე. ეგ ჩემი თო კი არ არის, რა ვიცი. გამეწინარი მღაშია. უმაგრესი ადგილია, მაგრამ სამწუხაროდ ვინც არ ხართ ნამყოფი, დღეის მერე უკვე სხვანაირი სიტუაციები დაგხვდებათ რა. ოფიციალურად შესყიდულია ტერიტორია. ოქტომბრამდე უკვე დააყენებენ ეგრეთ წოდებულ შლაგბაუმებს. შემოსვლა ფასიანი გახდება. მოკლედ რა, როგორც ხდება ხოლმე. ასე რომ ძალიან წუხარ, მაგრამ აუ მე ხა შოთი ლაივში ეს სიტუაციას დღეის ამას იქით ალბათ ვეღარ ნახავთ რა. ნუ დღეის ამას იქით არა, ანუ ამ ზაფხულის მერე აქ ესეთი სიტუაციები აღარ იქნება. ანუ ესეთი თავისუფლება აღარ იქნება რა. ყველაფერი იქნება ფასიანი აბსოლუტურად. რაღაცა თქვა გინდა და? რუსების დედას შევეცი. დავით, ძმაო, დავით, ბაზარი არა. მაგას იმიტომ იძახ ის რომ მაგათ უყიდიათ რა აქაურობის უმეტესობა და. აი რავი რა. ეხავს პროსტ. გულდასაწყვეტია უფრო სწორად. ჩვენი მზარეული სპეციალური მოწვევით გურამ სარდალაშვილი. ეგრე ცოტა თულება დაგეჭრა უფრო კარგად შეიძლება. Еще один шампур будет. Это чак. შორიდან და გაფრთხილდრომია. შურას ნაიო. კიდე ახალი შამფური გინდა? კიდე ამ ლეგენდარული დანიფოზა, ო? კი. ეგ მაგას რომ აჩუქა წლებიც. ჩაიჭობა. ეს ნარუტო როგორ წავს ხოლმე კალმახს ეგ თემაში აპირებ? სასუკე. აჩვენებს მაგ პრეზიდენტია და ეგრე არ ეჭობა. Hustle here and hustle there. New York City is the place where they said, hey babe, take a walk on the wild side. I said, hey Joe, take a walk on the wild side. Ясно, აბარად, მო. გურამა 100%-ით გატყიურებულია. აი ეს ხე მაგარ მოათრია, რო იცოდი.
შამფუროლოგიური გაქვს დამთავრებული ზო. 11 კლასი ვისწავლე შამფუროლოგიურ განვითარებინა ძმა. ამ ფლაში თუნდა ისტორიაში. სოფია ბუთიანე. მართლა ისწავლებოდა რამე ეგეთი? ხეზე მუშაობა? აი ესე მატყუებს შემზე. ისწავლებოდა, შრომის გაკვეთილი ხო ქონდა? აი, შრომის გაკვეთილი რაშუაში. აროჩე რა. გამოცხადა. ჩემზე 20 წელი დიდი კაცია ძმაო და ვენდობი და ესე მატყუებს რა ყველაფერს. მე кайფება თორე სუდად კი არის ზახი. მაშინ დავიწყე ეს პახოტებში ემებში სიარული რა. და მე რაღაც წლის მერე კაროჩე აღარ მიყიდია ვასი და ეხა ხო ვიყიდე. და აჰა. ბოტასე ზოგი გადაწყვეტა ჰაი ხალხს. გან ყოფილი სამსახურში დავდიო მაინც რა და სამსახურში როგორ მეორე შამფური ძადა. თავში ვარ დეველოპერი რა და სასტავი და ეს არის ბუღარე. აქ რავი ბოლომდე ვინ შედის არ ვიცი.
აქ უნდა ოდნავ ახლოს მიხვიდე ორთქთან რა და იმ შხეფებთან. რო შორიდან შხეფები მოგესხათ. ხრად შუაში ვერ შეხვალ შანსი არა. და თავისებური სუნი აქვს გოგირდის და ძალიან მაგარია რა. როგორ შეგვიდით ძალიან მაგარ ადგილებს გაჩვენებთ მთელ საქართველოში. ჯერ სათხართ, გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ ვიდეო და უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ლამაზი ქვეყანა რა. აბა, შემდეგ ვიდეო.